დაბადება. თავი მე-16. სარაის, აბრამის ცოლს, შვილები არ უშვია და ჰყავდა მას ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი. უთხრა სარაიმ აბრამს, შვილები არ მომცა უფალმა, ამიტომ გთხოვ, შედი ჩემს მოახლესთან, ვინ ძლო გავშვილიანდე მისგან და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები. სარაიმ, აბრამის ცოლმა, ქანაანში მათი დამკვიდრების 10 წლის თავზე, ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი მისცა ცოლად თავის ქმარს. შევიდა აბრამი ჰაგართან და დაურსულდა ჰაგარი. როცა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში. უთხრა სარაიმ აბრამს, შენი ბრალია ჩემი დამცირება, მე მოგიწვინე ჩემი მხევალი და რა იხილა, რომ დაურსულდა, დავმცირდი მის თვალში. უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის. უთხრა აბრამმა სარაის, აგერ არის ეს მხევალი, შენს ხელთაა იგი და როგორც გენებოს ისე მოექეცი და ჩაგვრა დაუწყო მას სარაიმ, ის კი გაექცა მას. და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა უდაბნოში, აშურის გზაზე, ჭასთან. ჰკითხა, ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ? უპასუხა, სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ. უთხრა უფლის ანგელოზმა, დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე. კვლავ უთხრა უფლის ანგელოზმა, გავამრავლებ შენ შთამომავლობას და ვერ დაითვლება იგი სიმრავლის გამო. უთხრა უფლის ანგელოზმა, ორსულად ხარ, ვაშშობ და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოხედა უფალმა შენს ტანჯვას. ველური კაცი იქნება იგი, მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ, თავისი ძმების წინ იცხოვრებს იგი. და უწოდა ჰაგარმა უფალს, რომელიც მას ელაპარაკა, ელ-როი, უფალი, რომელიც ხედავს, და თქვა, აქ ვნახე ღმერთი, რომელიც მხედავს. ამიტომ შეარქვა ჭას ბეერ-ლაჰაი-როი, მხილველი შჭა, იგი კადეშსა და ბარეთს შორის მდებარეობს. და უშვა აბრამს ჰაგარმა ძე, აბრამმა თავის ძეს, რომელიც ჰაგარმა უშვა, ისმაელი დაარქვა. 86 წლის იყო აბრამი, როცა ჰაგარმა ისმაელი უშვა.